მოგესალმებით მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ზედამაცვია ამჯერად მოგესალმებით უნგრეთიდან, კონკრეტულად მიმყოფები პატარა ქალაქ სოლნოქში და დღეს შემოგთავაზებთ როგორც ინფორმატიულ ვიდეოს, ასევე ვლოგსაც. ამ პატარა შესავლით, რომელსაც ვიღებ 3 აპრილს, მინდოდა მეცნობებინა ის თუ რატომ ვარ საერთოდ აქ და რას ვაკეთებ. პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ უნგრეთში ვიმყოფები ერასმუსის სოლიდარობის კორპუსის პროგრამით. ამ პროგრამის შესახებ მე ჩემს წინა ერასმუსის შესახებ ვიდეოებშიც მისაუბრია, შესაბამისად, ვინც მიყურებთ თქვენთვის უცხოარ უნდა იყოს, თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც ავხსნი. ევროპის სოლიდარობის კორპუსი, ანუ European Solidarity Corps, მოიაზრებს მოხალისეობრივ პროგრამებს ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ გამგზავნმა ორგანიზაციამ უნდა გაგაგზავნოთ მიმღებ ორგანიზაციაში, სადაც სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებს ასრულებთ. ყველა პროგრამა ერთმანეთისგან განსხვავდება, აუცილებლად YouTube-ის აღწერაში ჩავაგდებ ლინკს, სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და სხვადასხვა შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. ამას გარდა აუცილებლად უნდა ყავდეთ ქართული გამგზავნი ორგანიზაცია, რომლის სახელითაც წახვალთ და ამის სკრინსაც, რა თქმა უნდა, ვიდეოში ჩავურთავ თუ რომელ ქართულ ორგანიზაციებს შეიძლება რომ დაუკავშირდეთ. მე კონკრეტულად ახლა Alternative Education Academy ამ ორგანიზაციიდან ვარ წამოსული. ამ ორგანიზაციიდან უკვე ოფიციალურად მესამე პროექტში ვიღებ მონაწილეობას, ორჯერ Youth Exchange-ში ვიყავი და ეს არის უკვე მოხალისეობა. ხოლო რაც შეეხება ევროპის სოლიდარობის კორპუსს, რაც უნდა იცოდეთ ამის შესახებ, არის ის, რომ შეგიძლიათ მინიმუმ რამდენიმე კვირით მიიღოთ მონაწილეობა და მაქსიმუმ ეს არის 12 თვე. ეს არის თქვენზე დამოკიდებული და კიდევ სხვადასხვა პროგრამების ხანგრძლივობაზე. პირობითად ამ 12 თვე შეგიძლიათ გაყოთ და პირობითად 6 სხვადასხვა მოხალისეობრივ პროგრამაში 2 თვით მიიღოთ მონაწილეობა, ან ერთხელ წახვიდეთ და 12 თვით წახვიდეთ. ნუ მთავარი არის ის, რომ 12 თვეს ვერ გადააჭარბებთ, ეს არის მაქსიმუმი ლიმიტი, დროითაც წასვლა შეგიძლიათ. ამას გარდა აუცილებელი არის, რომ გაითვალისწინოთ ისიც, რომ 2027 წლიდან არავინ არ არის დარწმუნებული იმაში, ევროკავშირი გააგრძელებს თუ არა ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამების დაფინანსებას. შესაბამისად, ვინმე თუ ორჭოფობთ, რომ აი წავიდე არ წავიდე, ახლა არის ყველაზე სწორი შესანიშნავი დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ და გადადგათ ეს ნაბიჯი და წახვიდეთ მოხალისედ. რაც შეეხება ანაზღაურებას და მსგავს რაღაცებს, მოხალისეობის ზოგადად მთავარი აზრი არის ის, რომ რაღაც ოფიციალურად ხელფას არ იღებ, თუმცა რადგან ეს არის ერასმუსი, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ხარჯები არის დაფარული, ანუ იგულისხმება, რომ ეხლა მაგალითად ეს სახლი თვითონ ორგანიზაციას აქვს მოხალისეებისთვის ჩვენთვის მოცემული და ჩვენ გავინაწილეთ ოთახები და ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. ამას გარდა მგზავრობა არის დაფინანსებული. როგორც წესი, მოხალისე თავად ყიდულობს ხოლმე ბილეთს და შემდეგ უნაზღაურებენ, თუმცა კეთილსინდისერო ორგანიზაციაში თუ მიდიხართ, შეიძლება თვითონაც გიყიდონ ბილეთები. ამას გარდა დაზღვევითაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაზღვევითაც ხართ უზრუნველყოფილი და შეიძლება თვითონ ორგანიზაცია გაწვდიდეთ პირობითად საკვებს და ანუ ესე მიიღოთ საკვები, მაგრამ როგორც წესი, თვეში ერთხელ რაღაც ჯიბის ფულს გაძლევენ, რომლის საშუალებითაც შემდგომ საკვებ მოთხოვნილებებს თავად იკმაყოფილებთ. შემთხვევაში ასეა გარკვეულ თანხას, რომელიც რა თქმა უნდა არ არის რაღაც ძალიან გრანდიოზული, თუმცა ერთი ადამიანისთვის საკვებ თანხას სრულად ყოფნის. რა თქმა უნდა, როდესაც ხართ მოხალისე 99% შემთხვევებში მარტო არ მოგიწევთ ცხოვრება და ეს რაღაცა luxury პრივილეგია არ გექნებათ, რომ ყველაფერი თქვენზე იქნება მორგებული. რა თქმა უნდა, ცხოვრება მოგიწევთ სხვა მოხალისეებთან ერთად, ერთ სივრცეში და ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს ყველაფერი. მე პირადად ახლა ჩამოსული ვარ 2 თვით, უკვე 9 თვე გავიდა, თვე 9 კიდევ დამრჩა სოლნოქში და რა თქმა უნდა, უკვე მივხვდი, რომ ეს იყო მორიგი სწორი გადაწყვეტილება, რაც მივიღე. იმედი მაქვს ის ამოვნებთ ჩემი ვლოგით. პასპორტ კონტროლს გავივლით, ჩვენს ბარგს ავიღებთ და წავყავთ. მგონი მშვიდობიანად მოვაგენით. დღეს თქვენ უყურებთ ბუდაპეშტის ვლოგს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ კარგ ვიდეოს გადავიღებ. ეს არის ჩემი ოთახი სოლნოქში, უნგრეთში. საკმაოდ არეულობა ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ეს რამდენიმე დღეა, რაც მესამე დღე რაც ჩამოვედით და ეხლა ვლაგდები ნელ-ნელა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ეშველება. ჩვენ დღეს მივდივართ ბუდაპეშტში, გოგოები, მე, ელენე და ანი, სამივე ვართ მოხალისეები. ჩემი თავგადასავალი აქ იწყება. ჯერჯერობით მოხალისეობრივი აქტივობები არ დაგვიწყია, პარასკევს ვიწყებთ, დღეს ხუთშაბათი, ამიტომ დრო გვაქვს, რომ წავიდეთ და ბუდაპეშტი დავათვალიეროთ. ელენე, ალბათ გახსოვთ ჩემი მანგლისის ვლოგიდან. თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ, ან ახრიდან უყურეთ, თან მომემატება ნახვები. Erin kan da hier.
მოგესალმებით, დაახლოებით 4 საათია. 2 საათზე მეტია დავბოდიალობთ ბუდაპეშტის ქუჩებში. ვნახეთ ულამაზესი პარლამენტი. ლენე როგორ მოგწონს? ფეიქ სინამონი. აღფრთოვანებულია, ძალიან ლამაზი ფოტოები გადავიღეთ. ულამაზესი. ასევე აღმოჩნეთ, რომ ანი არის ფოტოგრაფი და ამას გვიმალავს. და ძალიან ლამაზი ფოტოები გადაგვიღო. ცივა და გავიყინე. დედა, შენ ეს არ მოგისმენია. დღეს არის მე-5 დღე, რაც ვართ უნგრეთში თუ მე-6 დღე და მინდა გაგიზიაროთ პირველი კვირის შთაბეჭდილებები. პირველ რიგში, ეს ქალაქი თვითონ სოლნოკი, სადაც ვართ, მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან აი თბილისის ვაიბებს მაძლევს იმ მხრივ, რომ აქაც ეტყობა საბჭოთა ხელი და ეს არქიტექტურაში არის გამოხატული ძალიან მძაფრად, მაგრამ თან არის ძალიან დაბალანსებული ევროპული შენობები, საბჭოური შენობები და ძალიან საინტერესოა. არის ძალიან შვიდი, წყნარი და კარგი ადგილი საცხოვრებლად, ასე ვიტყოდი. ერთობა და მსგავსი რაღაცები თუ გინდა უნდა წახვიდე ბუდაპეშტში. და თან ძალიან ახლოს არის ჩვენ ქალაქთან. მატარებლიც რაღაც მაქსიმუმ საათნახევარი გჭირდება რომ იქ იყო. ამიტომ ესე ძალიან კომფორტულია. ხვალიდან უკვე ხვალ ორშაბათია და ვიწყებთ ოფიციალურ მოხალისეობრივ აქტივობებს და რა თქმა უნდა ყველაფერზე დაგააპდეიტებთ. წავედით იუს ცენტრში, მეგობრებო. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს არის 25 მარტი. ჩვენ დღეს 12 საათზე ვიყავით თეატრში, დავესწარით ჩვენებას და შემდგომ მოვედით სახლში, გავემზადეთ და ახლა მივდივართ უნგრეთის ერთ-ერთ სხვა ქალაქში, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს. მან მივდივართ ქართულ კულტურულ საღამოზე, ატარებენ იმ ქალაქის ქართველი მოხალისეები და ჩვენც რაღაცებში უნდა დავეხმაროთ. და რა თქმა უნდა, თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ, ყველაფერზე დაგააპდეიტებთ და განახებთ. მიყურებ ძალიან გთხოვთ იარეთ თუ შეიძლება. მატარებელში იმატარებლის რომელსაც მოვდიოდით, იდგათ delayed და შეგვაცვლევინეს მატარებელი შუა გზაში რა. ძალიან დავიგენთ, სადმა წავიდეთ ცილის გალაპრექთან ის გამცილებელი ინგლისურად არ საუბრობდა და უნგრულად გვიხსნის რაღაცას და მე დიახ, სია ეგეთი ვარ და მივდივართ ახლა არ ვიცი სად მივდივართ, მაგრამ მივდივართ დავესწროთ ქართულ კულტურულ საღამოს.